უძველესი ცივილიზაციიდან დაწყებული უნიკალური ბუნების ფენომენით დამთავრებული. დღეს თქვენ ნახავთ აღმოჩენებს, რაც ადამიანის თვალისგან დამალული იყო მრავალი წლის მანძილზე. ნახავთ ადგილებს, რომლის არსებობაც წარმოუდგენელი იყო და მათ ისტორიებს მოისმენთ. დარჩით ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ. ჩინეთის ჩრდილოეთით პეკინთან ახლოს მთის მკერდში ამოჭრილია უცნაური და შთამბეჭდავი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ადგილობრივები გუიუაჯუს გამოქვაბულს უწოდებენ. ეს სახელი ძველ კლდეზე ცხოვრებას ნიშნავს და მართლაც ვინც ამ ადგილს პირველად ნახავს, ძნელად დაიჯერებს, რომ ეს არქიტექტურა ბუნებამ კი არა, ადამიანმა შექმნა. კლდეში გამოკვეთილია 117-ზე მეტი ოთახი, რომლებიც ერთმანეთთან კიბეებითა და მცირე დერეფნებით არიან დაკავშირებულნი. ოთახები მრავალსართულიანად არის განლაგებული, ზოგიერთი მათგანი ფანჯრებითაც კი გამოირჩევა და მთის პანორამის ხედს შლის. არქეოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან თუ რისთვის ან ვინ შექმნა ეს კომპლექსი. ერთი თეორიის მიხედვით ეს იყო დამალული ეთნიკური ჯგუფის თავშესაფარი, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ იქ სამხედროები ან მონაზვნები ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ გამოქვაბულები აშენდა ტანგის ან ლიაოს დინასტიის ეპოქაში. საინტერესოა ისიც, რომ ამ ადგილს არ აქვს რელიგიური ტაძრის ელემენტები, რაც მას კიდევ უფრო იდუმალს ხდის, რადგან ჩინეთის ისტორიულ კლდოვან არქიტექტურაში მსგავსი რამ იშვიათად გვხვდება. დღეს გუიაჯუ გახსნილია ტურისტებისთვის და ვინც კი ამ ადგილს სტუმრობს, რჩება შთაბეჭდილება თითქოს წარსულ სამყაროში იმოგზაურა, სადაც ბუნება და ადამიანის შრომა ერთმთლიანობად იქცა. შრი იანტრა, ასევე ცნობილი როგორც შრი ჩაკრა, არის გეომეტრიული სიმბოლო, რომელიც გამოიყენება ინდუისტურ ტრადიციებში მედიტაციის, სულიერი ზრდისა და ენერგიის ჰარმონიზაციისთვის. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წმინდა და ძლიერ იანტრად, ანუ სულიერ დიაგრამად. და ასოცირდება ჰინდუ დევთან, რომელიც სიმდიდრის, კეთილდღეობის და სულიერი სიბრძნის სიმბოლოებად განიხილება. რატომ გიყვებით ახლა ამას? იმიტომ რომ ესეც უდაბნოს აღმოჩენებს ეხება. 1990 წლის აგვისტოში ვაშინგტონში პრისტლეიქის ბუნებრივი ტერიტორიის უდაბნოში ავიაციის პილოტებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი სრულყოფილი შრი იანტრას გამოსახულება. ეს გეომეტრიული დიზაინი მიწაზე შესრულებული იყო დაახლოებით 13.3 კვადრატულ მილზე. ის იდეალურად გადმოსცემდა შრი იანტრის რთულ და სიმეტრიულ სტრუქტურას. გამოსახულება შესრულებული იყო 10 ინჩის სიღრმეზე და ხაზები ჩვეულებრივზე ზუსტი იყო. მისი დიამეტრი დაახლოებით 122 მეტრი იყო. როგორც წესი, თავიდანვე პირველივე ვარაუდები იყო ის, რომ ეს უცხო პლანეტელებმა შექმნეს ან რაღაც სულიერმა ძალებმა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ადამიანის ხელით შექმნილი პროექტი. ბილი ვითერსპუნმა აღიარა, რომ შრი იანტრა შექმნა რამდენიმე მეგობართან ერთად. მათ მიზნად ჰქონდათ გეომეტრიული დიზაინის სულიერი სიმბოლოს დახატვა უდაბნოს ტერიტორიაზე. დღეს შრი იანტრას გამოსახულება ბუნებრივად გაქრა, რადგან ტერიტორია აღადგინეს, თუმცა მისი ისტორიები და ფოტოები ჯერ კიდევ ინარჩუნებს იდუმალობას და ინტერესს. ნამიბიის ფერიების წრეები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გამორჩეული ბუნებრივი ფენომენი. ეს წრეები ფართოდ ხდება ნამიბიის უდაბნოში და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ბუნებრივ ფენომენად. ფერიების წრეები არის მრგვალი, მცენარეებით უხვად გარშემორტყმული შიშველი ქვიშის ადგილები, რომლებიც უდაბნოს ლანდშაფტს არაორდინალურ იერს აძლევს. თითოეული წრე ზომით რამდენიმე მეტრიდან შეიძლება 20 მეტრამდე დიამეტრის იყოს. ფერიების წრეების წარმოშობის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, თუმცა ორი ყველაზე მთავარი ჰიპოთეზაა. მეცნიერები თვლიან, რომ წრეები შესაძლოა ტერმიტების მუშაობის შედეგი იყოს და ტერმიტები ნიადაგში აშენებენ სისტემას, რომელიც წყლის კონცენტრირებას უწყობს ხელს და ეს იწვევს მცენარეების განსხვავებულ განაწილებას. სხვა თეორიის თანახმად, მცენარეებს შორის წყლის რესურსებზე მიმდინარეობს ბუნებრივი კონკურენცია, რაც ქმნის ასეთ უნიკალურ ფორმებს. ფერიების წრეები ასახავს ბუნების თვითორგანიზების უნარს, რაც ეკოლოგებს და გეოლოგებს დიდად აინტერესებთ. ეს ადგილი ტურისტებისთვისაც გამორჩეულია, რადგან წრეების ნახვა შორიდან საოცარ თითქმის არამიწიერ სანახაობას ქმნის. ადგილობრივი ხალხისთვის, რომელსაც ჰიმბატომი ჰქვია, ფერიების წრეები სულიერი და მითოლოგიური დატვირთვის არის. მათთვის ეს არის ღმერთების ნაკვალევი ან ფერიების ცეკვის ადგილი. სწორედ აქედან გამომდინარე დაარქვეს მას ეს სახელიც. ნამიბიის ფერიების წრეები დღემდე რჩება სამეცნიერო კვლევის და ტურისტული ინტერესის საგნად. ეს უნიკალური ფენომენი ბუნების გამორჩეულობას და დედამიწის საოცარ მრავალფეროვნებას ასახავს. ატლანტიკის ოკეანეში ირლანდიის სანაპიროსთან ზღვის დონიდან 3 მილის სიღრმეზე აღმოჩენილი იქნა უნიკალური განძის კოლექცია. ამ ჩაძირული გემიდან ამოიღეს 1000-ზე მეტი ვერცხლის ზოდი. ეს საოცარი აღმოჩენა ცნობილია როგორც ყველაზე მძიმე ძვირფასი ლითონების კოლექცია, რაც ოდესმე ჩაძირული გემებიდან ამოღებულა. ჯამში ამოღებული იქნა 1203 ვერცხლის ზოდი.
რაც დაახლოებით 43 ტონა ვერცხლი იყო. ეს ვერცხლი გადაჰქონდა SS გერსოპას, 412 ფუტიან ფოლადის გემს, რომელიც 1941 წლის თებერვალში გერმანულმა წყალქვეშა გემმა ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა გემი თავს დაესხა კომერციულ გემს, რომელიც ირლანდიის გალვეის მახლობლად მიცურავდა. იმ დროს გემი იყო ბრიტანეთის მთავრობის ომის რისკის დაზღვევის პოლიტიკის ფარგლებში, რის შედეგადაც მფლობელებმა მიიღეს 325,000-იანი კომპენსაცია. ერთ-ერთმა კომპანიამ მოგვიანებით იპოვა გემი და ამოღებული ვერცხლის ღირებულების 20% დაიტოვა. როცა გემი დაიბომბა, მასზე იმყოფებოდა 83 მეზღვაური და 2 არტილერისტი. გერმანელების თავდასხმის დროს ეკიპაჟი ცდილობდა გემის დატოვებას, თუმცა მხოლოდ 1 ადამიანი გადაურჩა ამ ყოველივეს. მკვდარი ზღვის გრაგნილები 1947 წელს აღმოჩენილი მკვდარი ზღვის გრაგნილები დღემდე იწვევს მკვლევარებისა და საზოგადოების ინტერესს. ეს გრაგნილები მოიცავს ათასობით ნაწერს, რომლებიც ბუნებრივი ან ადამიანის მიერ გამოწვეული დაზიანებების გამო ნაწილობრივ არის შემონახული. გრაგნილების უმეტესობა მცირე ტექსტურ ნაწილაკებს წარმოადგენს, თუმცა ზოგი თითქმის სრულფასოვნად შემონახული მანუსკრიპტია. ქუმრანის გამოქვაბულში აღმოჩენილია 991 განსხვავებული მანუსკრიპტი, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ თემებს. ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ეს ტექსტები იუდეური ასკეტური სექტის მიერ იყო შექმნილი, თუმცა ბოლო კვლევებმა გააჩინა ალტერნატიული ჰიპოთეზები, რომელთა მიხედვითაც გრაგნილები შესაძლოა იერუსალიმის ქურუმებმა ან სხვა უცნობმა იუდეურმა ჯგუფებმა დაწერეს. ეს ტექსტები ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდიან უძველესი იუდეური საზოგადოებისა და მათი რელიგიური ტრადიციების შესახებ. ეს ამოუხსნელი კიბე, რომელიც გიზას პლატოს მახლობლად, აბურავაშის რეგიონში, უდაბნოში აღმოაჩინეს, ბევრ საინტერესო კითხვას იწვევს. ქვის ზედაპირზე ზუსტად ამოჭრილი კიბე რამდენიმე მეტრით ჩადის მიწის ქვეშ, რითაც უძველესი ადგილის მომხიბვლად და ჯერ კიდევ თითქმის შეუსწავლელ განზომილებას ხსნის. ზედაპირზე გაკეთებული სწორი და ზუსტი ჭრილი მიუთითებს მოწინავე ინჟინერიაზე, ხოლო მისი კავშირი გიზის პლატოს ფართო არეალთან მიგანიშნებს, რომ ქვიშის ქვეშ შესაძლოა კიდევ მრავალი საიდუმლო იმალებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბის საბოლოო დანიშნულება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, საწყისი საფეხურები მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა ხილული ზედაპირის ქვეშ ღრმა ნაწილამდე გრძელდებოდეს. შესაძლოა მიწისქვეშა წყლებამდეც კი. როგორც ჩანს, ამ ადგილის გათხრები ახალი დაწყებული არ, რადგან სტრუქტურა სავარაუდოდ ქვიშის ქვეშ იყო დამალული, სანამ აღმოაჩენდნენ. ახლა მთავარი კითხვა: ვინ დაიწყო ეს გათხრები და რა იმალება ამ მომხიბვლელი კიბის ბოლოში? ეს აღმოჩენა დამატებით საიდუმლოებას სცენს, ისედაც შთამბეჭდავდა უძველეს ლანდშაფტს. ჰეგრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მადადინ სალეჰი, არის საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი. ეს უძველესი ქალაქი განთავსებულია ჰიჯაზის რეგიონში და იგი ნაბატეელთა სამეფოს მეორე ყველაზე დიდი ქალაქი იყო პეტრას შემდეგ, რომელიც დღევანდელ იორდანიაში მდებარეობს. ჰეგრა განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურული სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით. ჰეგრა ნაბატეელთა სამეფოს ნაწილი იყო, რომელიც დაახლოებით ძველ წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში დაარსდა და აყვავდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. ნაბატეელები იყვნენ არაბი ხალხი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სავაჭრო მარშრუტის კონტროლით და უნიკალური კლდოვანი არქიტექტურით. ჰეგრა სტრატეგიულად იყო განლაგებული სავაჭრო გზების გასწვრივ, რაც მას მნიშვნელოვან კომერციულ ცენტრად აქცევდა. აქ გადიოდა ცნობილი გზები, რომლებიც ინდოეთს, არაბეთს და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებდა. ჰეგრაში მდებარეობს 131 კლდოვანი საფლავი, რომლებიც მასიურ ქვაშია გამოკვეთილი. ეს საფლავები შესანიშნავად ასახავს ნაბატეელთა არქიტექტურულ უნარებს და რწმენას. საფლავები დეკორირებულია დეტალური რელიეფებით და წარწერებით, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ნაბატეელთა კულტურის, რელიგიისა და სოციალური სტრუქტურის არსებობაზე. ნაბატეელები ღრმად იყვნენ დაკავშირებული ბუნებასთან და რელიგიურ მრწამსთან. ჰეგრაში ნაპოვნი არტეფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ აქ არსებობდა მზის, მთვარის და სხვადასხვა ღვთაებების კულტი. ჰეგრა დღეს საუდის არაბეთში ტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2019 წელს ვიზების გაცემა დაიწყო ტურისტებზე. ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ კლდოვანი საფლავები, უძველესი წარწერები და შესანიშნავი ლანდშაფტები. დუგლას CBD-5 ბომბდამშენის აღდგენა. დუგლას CBD-5 მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო ბომბდამშენია და ამჟამად აღდგენის პროცესშია პენსაკოლას საზღვაო ავიაციის ეროვნულ მუზეუმში. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 80 წლის წინ დაიმტვრა და ჩაიძირა მიჩიგანის ტბის ფსკერზე. მისი აღდგენა დაფინანსებულია მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმისა და ანონიმური დონორის მიერ. ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ თვითმფრინავის ისტორიის შენარჩუნება, არამედ იმ მამაცი პილოტების პატივისცემა, რომლებიც ამ თვითმფრინავებით ბრძოლაში მონაწილეობდნენ.
იამაშიტას ოქროს ლეგენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტომოიუკი იამაშიტა ხელმძღვანელობდა იაპონიის 25 არმიას, რომელმაც მალაიასა და სინგაპურის დაპყრობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იამაშიტას ოქრო ან იამაშიტას განძი აღნიშნავს იაპონიის იმპერიული ჯარების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ომის დროს მოპოვებულ განძს. ამბობენ, რომ ეს განძი დამალული იყო ფილიპინებში, ჩრდილოეთ ნაწილში, მიწისქვეშა გვირაბებში. მიუხედავად იმისა, რომ განძის არსებობა უამრავმა განძის მაძიებელმა შეისწავლა, მისი არსებობის მიმართ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მსოფლიო მეცნიერების გაოცებას იწვევს იორდანიაში აღმოჩენილი უზარმაზარი გეოგლიფები. ეს წრეები არ ჩანს თუ მას ზემოდან, ვერტმფრენდან ან დრონით არ გადმოხედე. მათი დიამეტრი 9 კილომეტრია. პირველად ისინი 1920-იანი წლების მიწურულს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარებულია, მაინც არ იციან თუ რატომ ან რისთვის შექმნეს ეს წრეები ძველად მცხოვრებმა ადამიანებმა. ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა, იყო ის, რომ გეოგლიფები დამზადდა დაახლოებით 2000 წლის წინათ. ეს მართლაც საინტერესო და იდუმალებით მოცული აღმოჩენაა. მარეის კაცი, რომელიც ავსტრალიის უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და იდუმალი გეოგლიფია. იგი პირველად 1998 წლის ივნისში აღმოაჩინეს, როდესაც ავიაციის პილოტმა მიწაზე უზარმაზარი გამოსახულება შენიშნა. გეოგლიფი გამოსახავს ადგილობრივ აბორიგენ მონადირეს, რომელსაც ხელში ბუმერანგი ან ჯოხი უჭირავს. მისი სიგრძე დაახლოებით 4,2 კილომეტრია, ხოლო მთლიანი ფართობი 28 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მარეის კაცი აშკარად ადამიანების მიერ არის შექმნილი, მაგრამ დღემდე უცნობია ვინ ან რატომ შექმნა იგი. გეოგლიფი შექმნილია მიწის ზედაპირის ზედაფენის გაწმენდით, რაც ქვედა უფრო ღია ფერის ფენას აჩენს. მისი ხაზები 35 მეტრის სიგანისაა, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების შორიდან კარგად ხილვადობას. მარეის კაცის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო არტისტის პროტესტი ან ყურადღების მიპყრობის მცდელობა. ზოგი კი მას უცხო პლანეტურ მოვლენასთან აკავშირებს. გამოსახულება ძალიან ჰგავს ავსტრალიის აბორიგენ მონადირეს, რაც მიანიშნებს, რომ მისმა შემქმნელებმა შთაგონება ადგილობრივი კულტურიდან მიიღეს. დროთა განმავლობაში მარეის კაცი ბუნებრივი ეროზიის გამო ქრებოდა, თუმცა 2016 წელს მისი აღდგენის მცდელობები დაიწყო, რათა ეს უნიკალური ნამუშევარი ხილვადი დარჩენილიყო. მარეის კაცი არა მხოლოდ გეოგლიფია, არამედ იდუმალებით მოცული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ტურისტებისა და მეცნიერების ინტერესს იწვევს. ეს ნამუშევარი უნიკალური მაგალითია მიწის ხელოვნებისა და გვანახებს თუ რამდენი რამ ჯერ კიდევ ამოუცნობია ჩვენი პლანეტისა და ძველი ერების შესახებ. ჩვენი პლანეტა არ გამოიყურებოდა ყოველთვის ისე, როგორცაც დღეს ვხედავთ გლობუსზე. უამრავი წლის წინ დედამიწაზე არსებობდა სუპერკონტინენტი პანგეა. პანგეა წარმოადგენდა დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტის ერთმთლიან მატერიკად გაერთიანებულ ფორმას. ეს უზარმაზარი კონტინენტი განფენილი იყო ეკვატორის გარშემო და მას გარს არტყამდა უძველესი ოკეანე, სახელად პანთალასა. პანგეას დაშლის შემდეგ თანამედროვე კონტინენტებმა, როგორც არის აფრიკა, ევრაზია, ამერიკა, ავსტრალია, ნელ-ნელა დაიწყეს მოძრაობა, რაც გეოლოგიურ პროცესს ტექტონიკური ფილების მოძრაობას უკავშირდებოდა. სწორედ ამ პროცესმა შექმნა დღევანდელი გეოგრაფიული განლაგება. შეიძლება ითქვას, რომ კონტინენტების დაყოფის პროცესი ძალიან ხანგრძლივია. ის ჩვენს დღეებშიც მიმდინარეობს, თუმცა ეს ყოველივე ძალიან ნელა ხდება და შეიძლება ადამიანის თვალისთვის არც ისე შესამჩნევი იყოს. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე გაჩნდა უზარმაზარი ბზარი, რომელმაც, როგორც ამბობენ, შესაძლოა კონტინენტის გაყოფაც გამოიწვიოს. აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხეობა არის ტექტონიკური ხაზი, სადაც დედამიწის ქერქი ნელ-ნელა იშლება. ეს პროცესი გამოწვეულია ეგრეთ წოდებული აფრიკის ფილტვის გაყოფით ორ ნაწილად. ეს არის ნუბიური ფილა, რომელიც მოიცავს კონტინენტის დასავლეთ ნაწილს და სომალური ფილა, რომელიც ნელ-ნელა მოძრაობს აღმოსავლეთით. 2018 წელს კენიაში ნაროკის რეგიონში გაჩნდა გიგანტური ბზარი, რომელმაც ადგილობრივებს დიდი სირთულეები შეუქმნა. ეს ბზარი რამდენიმე კილომეტრის სიგრძისაა, ხოლო სიღრმეში რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. ის წარმოიშვა როგორც ტექტონიკური ფილების მოძრაობის, ასევე მიწისქვეშა ვულკანური აქტივობების შედეგად. ეს რეგიონი მდიდარია ვულკანური ნაერთებით, რაც დედამიწის ქერქის დასუსტებას უწყობს ხელს. ბზარის გაფართოება ხდება ტექტონიკური ფილების დივერგენციის შედეგად, რაც ნიშნავს, რომ ფილები ნელ-ნელა ერთმანეთს შორდება. სომალური ფილა ყოველწლიურად დაახლოებით 2 სმ-ნახევრით მოძრაობს აღმოსავლეთით, ხოლო ნუბიური ფილა რჩება შედარებით სტატიკური. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მილიონობით წლის შემდეგ აღმოსავლეთ აფრიკა შეიძლება სრულად გამოიყოს დანარჩენ კონტინენტს და შეიქმნას ახალი ოკეანეც. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც მრავალი წლის წინ პანგეას დაშლის შედეგად მოხდა. ბზარების გაჩენამ უკვე შექმნა მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგან ეს პროცესი გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურაზე
ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ ადგილებზე და სოფლის მეურნეობაზე. თუმცა ეს მოვლენა ტურისტებისთვის და გეოლოგებისთვის ინტერესის მთავარ ობიექტად რჩება. ქალაქი მოჩვენება. ნამიბიაში უდაბნოს შუაგულში მდებარეობს კოლმანსკოპი, ერთ დროს აყვავებული სამთო დასახლება, ხოლო ახლა მიტოვებული ქალაქი მოჩვენება, რომელიც ბუნებამ თითქმის მთლიანად ქვიშით დაფარა. მისი ისტორია 1908 წელს იწყება, როდესაც გერმანელებმა აქ შემთხვევით აღმოაჩინეს ალმასები. ამ აღმოჩენამ დიდი ალმასის ციებ-ცხელობა გამოიწვია, რაც ნამიბიის უდაბნოში უამრავ ადამიანს იზიდავდა. რამდენიმე წელიწადში კოლმანსკოპი გადაიქცა მდიდრულ დასახლებად, რომელიც თანამედროვე ევროპული ქალაქის მინიატურული ვერსია იყო. აქ იყო ევროპული სტილის ვილები, თეატრი, კაფეები, სარეცხის ქარხნები და საავადმყოფოც კი, სადაც პირველი რენტგენის აპარატიც კი მიიტანეს აფრიკაში. თუმცა 1920-იანი წლებისთვის ალმასების მარაგი ნელ-ნელა ამოიწურა. სულ 12 წელიწადში მოსახლეობამ გააქრო იქ ალმასი. როდესაც სამხრეთი ორმანშას მახლობლად აღმოაჩინეს ახალი, უფრო მდიდარი ალმასების საბადოები, მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო და 1956 წელს კოლმანსკოპი საბოლოოდ მიტოვებული გახდა. დღეს ქალაქი თითქმის მთლიანად ქვიშით არის დაფარული. დიუნები შენობებშია შეჭრილი და ოთახები თითქმის მთლიანად ქვიშაშია ჩაფლული. დიუნი ქვიშიანი ბორცვი ან ბორცვებია, რომელიც წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე, ზღვის, ტბის ან მდინარის ქვიშიან სანაპიროებზე. კოლმანსკოპი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია გახდა. განსაკუთრებით ფოტოგრაფებისთვის, რადგან მისი სურეალისტური გარემო უნიკალურ სანახაობებს ქმნის. ეს ქალაქი ასახავს გერმანული კოლონიალური წარსულის მნიშვნელოვან პერიოდს. ხოლო მისი მიტოვება გვახსენებს ბუნების ძალას და იმას, თუ როგორ შეუძლია ბუნებას დაიბრუნოს ადამიანის მიერ შექმნილ. კოლმანსკოპი დღეს გვიამბობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიმდიდრე და აყვავება დაიცალოს მნიშვნელობისგან და დარჩეს მხოლოდ ქვიშით დაფარული წყდიადი. უძველესი ადამიანი. ნიუ-მექსიკოში ვაიტსენსის ეროვნულ პარკში აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევი, რომელიც 1000 წლეულებს ითვლის, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას ამერიკის კონტინენტზე ადრეული ადამიანის არსებობის შესახებ. ეს ნაკვალევი დაფიქსირდა მშრალი ტბის ფსკერზე, სადაც ტალახში ჩაჭედილი ნაბიჯები 1000 წლეულების განმავლობაში შენარჩუნდა. მეცნიერებმა რადიოკარბონული დათვალიერების შემდეგ დაადგინეს, რომ ადამიანები ამერიკაში ყინულის ხანის პერიოდში ცხოვრობდნენ, რაც 1000-ობით წლით ადრეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ნაკვალევის განლაგება მიუთითებს, რომ იქ მოზარდები და ბავშვები იმყოფებოდნენ, რაც გვაძლევს წარმოდგენას მათი ყოველდღიური ცხოვრების, სოციალური ქცევისა და საქმიანობის შესახებ. მათი თანაარსებობა მამონტებთან და გიგანტურ ზარმაცებთანაც კი. ეს ყოველივე კი იმას მიანიშნებს, რომ ისინი ადაპტირდნენ იმ პერიოდის მკაცრ გარემოში. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის განვითარებას და მიგრაციის შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მანამდე ფიქრობდნენ, რომ ადამიანები ამერიკაში ბერინგის სრუტის გავლით მოვიდნენ. ვაიტსენსის ნაკვალევი არა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ადრეული ადამიანების ისტორიის გადახედვას მოითხოვს, არამედ გვიჩვენებს, როგორ შეძლეს მათ გადარჩენა და ადაპტაცია ყინულის ხანის მკაცრ პირობებში. ეს ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენი წინაპრების ცხოვრების, კლიმატური პირობების და ეკოლოგიური გარემოს შესახებ, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. ვაიტსენსის კვლევები გრძელდება და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ დეტალს გამოაჩენს ადრეული ადამიანის მიგრაციისა და არსებობის შესახებ, რაც ახალ ფურცელს გადაშლის ადამიანის განვითარების შესწავლაში. მთლიანობაში ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ შემდეგს. დროებით.